რწმენას შეუძლია მთები გადაადგილოს. დიდება იესოს. დაწერილია იგავებში, რომ ცხენს საომრად ამზადებენ, მაგრამ გამარჯვება უფლისგანა. უფლისგანა გამარჯვება. ჩვენს ცხოვრებაში ვიღუწვით, ვაშენებთ, გეგმავთ, ვაკეთებთ, მაგრამ თავარი არის ის, ვინც ყოველივეს კურთხევად აქცევს. დიდება ჩვენ ძლიერ უფალს. მოდით ძვირფასებო ცოტა წინ წავიწიოთ. ფილიპელთა 1:2 წერია. პავლე მოციქული ეუბნება ფილიპელებს. მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფლის იესო ქრისტესაგან. პავლე მოციქული ეუბნება ეკლესიას, რომ გქონდეთ მადლი და მშვიდობა. მშვიდობა მადლის გარეშე არ მოდის. რა არის მადლი? მადლი არის ღმერთის კეთილგანწყობა. ანუ, როდესაც პავლე მოციქული ამბობს, რომ ღმერთის მადლი გქონდეს, ეს ნიშნავს, რომ ღმერთის კეთილგანწყობა გქონდეთ თქვენ. არის ჩვენზე თუ არა ღმერთის კეთილგანწყობა? არის ღმერთის კეთილგანწყობა. საიდან მოვიდა მამის კეთილგანწყობა ჩვენზე? იესო ქრისტეს საშუალებით. დიდება ჩვენ ღმერთს. იესო ქრისტეს გარეშე კეთილგანწყობა ვერ მოდის. იმიტომ რომ კეთილად რო გაეწყოს ღმერთი შენს მიმართ, საჭირო არის იესო ქრისტე დაინახოს შენში. იმიტომ რომ იესო ქრისტე დაემორჩილა მამას, აღასრულა სჯული და ვინც იესო ქრისტეში არის, ის უკვე არის ღმერთის წინაშე კეთილგანწყობილად მოაზრებული, იმიტომ რომ გამართლებული ხარ და მართალი ყოველთვის ღმერთისათვის მოსაწონია. დიდება იესოს. ღმერთის კეთილგანწყობა არის შენზე. შენ მართალი ხარ, რა საშუალებით ხარ მართალი, ეს შენ იცი მარტო. ღმერთის იესო ქრისტეს მადლით ხარ. შენ გაქვს ნაპოვნი, ღმერთმა გიპოვა და გამართლდი. ამიტომ აღარავის არ აქვს უფლება ზემოდან გიყუროს, იმიტომ შენ იცი ვინა ხარ იესო ქრისტეში. და ბოროტი ცდილობს, რომ ეს წაგართვას შენ და მას სხვადასხვა მეთოდები აქვს, რომ გაგკურდოს, იმიტომ რომ ბოროტი იმისათვის მოვიდა, რომ მოკლას, მოსპოს და გაანადგუროს. სატანა რისი სატანაა თუ ადამიანები არ გამოიყენა უგუნურებაში. და ბოროტი იყენებს ადამიანებს, მაგრამ იცით ძვირფასებო, შენ არ უნდა გამოაყენებინო თავი. მაგრამ შენ მხოლოდ იცით ადამიანები გაფასებენ შენ და მართლაც გაქვს ადამიანს შეცდომები. უშეცდომო ადამიანი არ არსებობს. ამიტომ შენ არასოდეს ადამიანები ზოგჯერ კარგს გეტყვიან და ზოგჯერ ცუდს გეტყვიან შენ ხასიათზე, შენ მდგომარეობას, მაგრამ შენ მართლაც ზოგჯერ ცუდი ხარ, ზოგჯერ კარგი ხარ. ეს 100 არის. ზოგი რაღაც თვისება არა გაქვს, ზოგი გინდა რომ გქონდეს, ზოგს ვერ ხვდები თუ კარგი გაქვს და გონია რომ ცუდი გაქვს. იცით ძვირფასებო, ადამიანის ზეგავლენის ქვეშ რომ არ მოყვე, ამისათვის საჭიროა იცოდე რომ ხარ შენ ვინც ხარ იესო ქრისტეში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვარ გამართლებული და ღმერთის კეთილგანწყობა არის ჩემზე. მე მიღებული ვარ ყველაზე უზენაესი, უდიდესი სამეფოს მიერ, ეს არის ღმერთის სამეფო. და იქ მე პატივით ვარ მიღებული, იქ მე მიღებენ როგორც ღირსეულ პიროვნებას. და თუ ვინმე გეუბნება როგორ შენ რა ღირსებები გაქვს, მაქვს ნაჩუქარი ღირსებები. სხვა მომცა და ჩემი წაიღო, დიდება იესოს.
ეს არის მთელი სახარება ძვირფასებო. ამიტომ როდესაც შენ გაქვს ღმერთის მადლი, კეთილგანწყობა, გაქვს მშვიდობა შენს გულში. და შენ რომ მეუბნები მე რაღაცებს უარყოფით, შენზე კარგად მე ვიცი, მაგრამ მე მიღებული ვარ ჩემი თვისებებით, იმიტომ რომ მე მწამს, რაც მოხდა გოლგოთის ჯვარზე. მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფლის იესო ქრისტესაგან. და ეს ყველაფერი მოდის მხოლოდ იესო ქრისტეს საშუალებით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ის რა new age, რომელიც ჩვენ გვითხრათ, ჩვენ ახალგაზრდა დამ და გვესაუბრა online. New Age ამბობს, ქრისტეს საშუალებით, ზოგი მუჰამედის საშუალებით, ზოგი იმის საშუალებით აურიოთ ყველაფერი, როგორც პასტორმა ნინომ თქვა, რომ ესა ყველგან თუ სიმშვიდეზეა ლაპარაკი, იოგა ხატია ყველგან, ხო, ეს ქალი ლოტოსში, ხო, ფეხმორთმული, ხო? სულ აი წამალი გინდა თუ ვარჯიში გინდა თუ რაღაცა სიმშვიდე ის იოგა ეს არის რელიგია, ხო, რაღაც ესეთი აღმოსავლური რელიგია. ანუ ადამიანებს ისე აჩვევენ, რომ სიმშვიდე არის იოგაში და იესო ქრისტეში არის რაღაცა სხვა რაღაც. სანთლის ანთება და ეს ჩვენი ეროვნული რელიგია. სიმშვიდე და მშვიდობა არის მხოლოდ იესო ქრისტეში, იოგაში არ არის სიმშვიდე. იესო ქრისტეში არის სიმშვიდე. იცი ძვირფასებო, ყველაფერში ჩვენ უნდა ვიყოთ. მე რა მოხდა ახლა იოგა და რაღაცა, მაგრამ ახე ფესვების სულიერია ყველაფერი. ყველაფერს თავისი სულიერი დატვირთვა აქვს. მე როდესაც პრობლემები ექმნება ადამიანს, ვერ ხვდება საიდან მოდის ეს პრობლემები. სულიერი ყველა ფიზიკური პრობლემი სათავე არის სულიერი ძვირფასებო. ზოგ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით და შემდეგ რო გვემთხოვა მე და როდესაც ვსწავლობთ, უნდა ვიცოდეთ ეს რაღაცა. სულიერის პრობლემა, რომ ფიზიკურში შეიძლება გადავიდეს, ეს ეხა ექიმებმა კარგად იციან, ხო? მე ქაჯანა გვისწავლია, ხო? ბავშვობაში ენა ჩაუვარდა ბავშვს. შიშის გამო ენა ჩაუვარდა. შეიძლება თმები გაუთეთრდეს. იმის გამო, რომ რაღაც ცუდ ამბავს გაიგებ, შეიძლება გული გაუსკდეს. რას შუაში ეხლა მე შენ რაღაცა გითხარი და უცებ გული გაგისკდა, გულში დანახო არ ჩაგარტყი, სიტყვა გითხარი. მაგრამ ხედავთ, სიტყვა, სულიერი მოქმედება, გაგება, აზრი, ფიქრი იწვევს ფიზიკურ მოქმედებას. და ყველაფრის საფუძველი არის სული, იმიტომ რომ სულიერიდან მოდის, ღმერთი არის სული და ღმერთმა თქვა იყოს ნათელი და შეიქმნა ნათელი, სიტყვიდან შეიქმნა, სიტყვა არის ყველაფრის საფუძველი. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ვიცოდეთ. იოანეს 15:14-დან 16-ში წერია. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, ამბობს იესო. ნახეთ ძვირფასებო. თუ იმას აკეთებთ, რაც გამცნეთ, მონებს აღარ გიწოდებთ, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი გავცნეთ, რაც მამა ჩემისაგან მსმენია. თქვენ არ აგირჩევართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს, რათა რასაც გისთხოვთ მამას ჩემი სახელით მან მოგცეს ჩვენ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ძვირფასებო, რომ შემთხვევითობა არ არის. როდესაც შენ ხვდები ეკლესიაში, როდესაც შენ ისმენ ღმერთის ჭეშმარიტ სიტყვას, იცოდე, რომ ერთის მხრივ ღმერთმა მოგიწოდა შენ, რომ გაგიგო ეს ყველაფერი და ეს ღმერთის წყალობაა შენზე და მეორე იცოდე, რომ ბოროტს თუ რამე არ უნდა შენ ცხოვრებაში, ეს არის ის, რომ დარჩე რაღაც მკვდარ რელიგიაში და არ მოისმინო სიცოცხლის სიტყვა. ამიტომ მადლობა ღმერთს და ის ამბობს, რომ მე თქვენი მეგობარი ვარ. ისეთი მეგობარი კი არა შუა ომში რომ მიგატოვებ და იარაღს აღარ მოგცემო. არა, ასეთი მეგობარი ის არ არის. როდესაც ბრძოლაში ხარ, იარაღს დაგაყრის თავზე, რომ მტერი დაამარცხო, დიდება ჩვენ უფალს. და ის ამბობს, რომ მე აგირჩიეთ
მე მოგიწოდეთ. ვიღაცას გონია რომ ვიღაცა მოიყვანა ეკლესიაში. არა, უფალმა მოკიდა ხელი და დაგსვა. და ეს არის ღმერთის კურთხევა. მოდით წავუდგეთ ყველანი ძვირფასება. დიდება იესოს.